თბილისში სუპერმარკეტების ახალი ქსელი მარტი ოფიციალურად ამუშავდა. პრეზენტაცია დღეს სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში გაიმართა. ახალ ქსელში მომხმარებელს 30,000-მდე დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა შეუძლია. სუპერმარკეტები ქარვასლასა და თბილისის ცენტრალში განთავს და ადგილზე 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ქარვასლაში მდებარე სუპერმარკეტი დღეს კომპანიის დირექტორმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლიკაშვილმა გახსნა. მომავალში ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება, წლის ბოლომდე ორი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნება. თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, თანამედროვე სუპერმარკეტი, სადაც ქართულ კომპანიებს ეძლევათ საშუალება და აქვთ ახალი ბაზარი, ეძლევათ საშუალება იმისა, რომ განავითარონ თავიანთი საქმიანობა, თავიანთი წარმოება ძირითადად. თვითონ კომპანიამ შექმნა საკმაოდ მძლავრი წარმოება რამოდენიმე მიმართულებით, როგორც ნახეთ, აწარმოებენ თითქმის ყველა სახის პროდუქტს. ჩვენ გავდივართ საშუალო სეგმენტის მომხმარებელზე და შესაბამისად ვთავაზობთ ძალიან დაბალ ფასებს. აქ შექმნილია ძალიან კომფორტული გარემო მომხმარებლისთვის, წარმოდგენილია 30,000-მდე დასახელების პროდუქტი, როგორც ევროპული, ასევე ადგილობრივი წარმოების.